ომი, შიდა, გაურკვევლობა და შიდა ვერ გაყოფა. და ეს ყველაფერი ოდითგანვე ჩაფიქრებული და თავად ებრაელებში დაიწყო შიდა ომი, შიდა, გაურკვევლობა და შიდა ვერ გაყოფა. და ეს ყველაფერი ოდითგანვე ჩაფიქრებული და ასე ჩაწერილი იყო. რადგან იცოდნენ მოვიდოდა დრო, როდესაც ნამდვილი მეფე, ნამდვილი გენი დაიწყებდა დაბრუნებას და საკუთარი ადგილის დაკავებას ამ განზომილებაში. თუმცა საკუთარი თავი რო არ დაეკარგათ ამ აბრამისეულ წარმონაქმნებს, ვეძახი მათ, და იაკობისეულ წარმონაქმნებს, ყველაფერი ისე ჩაწერეს, ხო, დიადი მწერლები არიან და ამით ამაყობენ და გრამატიკითა და წერტილითა და მძიმის და ტირის და ორი წერტილის და სასვენი ნიშნების და დროის მანიპულაციის, წარსული აწმყო მომავლის დროის, ჩართული წინადადებების და ამ შემდეგ ამ ყველაფრით მანიპულირებენ მსოფლიოზე და მთელი სასამართლო სისტემა და განათლების სისტემა და სამუშაო სისტემა მათი სასვენი ნიშნების ცოდნა არ ცოდნით ფასობს. განხეთქილება ჩაწერეს თავიდანვე საძმომ, ილუმინატთა, მასონთა სისხლის ღმერთთა მოციქულებმა, რომლებმაც პირველად გასინჯეს სისხლი და დაიწყო მათი სულიერი დაცემა და გონებრივი ვითომ განვითარება, რომელსაც ქვია მოდი ეს გავაკეთოთ, მოდი ის გავაკეთოთ, ვითომ არსებულმა ადამიანმა და უმაღლესმა არსმა, სისხლმა და გენმა არ იცოდეს, რომ ხო, გუშინ წარსული იყო, ხო, დღეს აწმყოა და ხო, ხვალ მომავალი იქნება, მაგრამ ამაზე ფიქრში, ამაზე ჩაციკვლაში, ამაზე ფოკუსში არ ატარებდნენ ცხოვრებას და თითოეული ჩვენ დიადი წინაპარი იმ მომენტით ცხოვრობდა მადლში და ლხინში და სიხარულში და ოჯახურ სიყვარულში, რაც მომენტში ქონდათ. არა ვინმესგან, არა რამისგან, არამედ უბრალოდ ქონდათ. და არ ეძიებოდნენ რატო გვაქვს, როგორ გვაქვს, რანაირად გვაქვს, მოვიდნენ ებრაელები და უკვე დაიწყეს ყვედრება. რომ ეს ღმერთისგან გაქვთ, მადლობელი იყავით საერთოდ, რომ რამე გაქვთ. არადა, სინამდვილეში თავიანთ თავებს ელაპარაკებიან, რომ მადლობლები ვიყოთ, რომ საერთოდ რამე გვაქვს ჩვენ დაცემულებს, ჩვენ სისხლის მსმელებს, ჩვენ ბავშვთა კვლელებს, მაგრამ არა ჩვენ ბავშვთა. ჩვენ ბავშვებს მარტო პენისებს ვაჭრით. პატარა მსხვერპლია. მე ნანახი მყავს ბილიონრების, იგივე მილიარდერების ოჯახში ბავშვის მონათულად რაც აქვთ, ანუ აღარც მახსოვს ეს ებრაული სახელები, რა ერქვა ზუსტად არ მახსოვს და არ მაინტერესებს საერთოდ. ფოტოგრაფი ვიყავი, იცით, მაგათ სასტავში და პატარა ახალ შობილს უკეთებდნენ წინა დაცვეთას. ამასაც ხო ესე ძალიან ისეთი სახელი დაარქვეს რაღაცნაირად. წინა დაცვეთა. აბადმყოფობა, ღმერთო, არც მინდა ამ სიტყვების გამეორება, ან ამის საერთოდ შეხება და იქ რო ვიყავი, გული მეწურებოდა და სული კიოდა და მტკიოდა და მარტო მე არა.
ბავშვის დედასაც. გესმით? თავად ბავშვის დედაც ებრაელი ქალი, მილიარდერი ქალი, კვდებოდა ტირილში. ცუდად იყო. და მახსოვს, რომ ის უკან მივდიოდი, დიდი განათება მეჭირა ხელში, ფოტოაპარატი და გადმოდიოდა ამ ქალის გრძნობები და ტკივილი ჩემზე და ვუთხარი, რომ ძალიან ლამაზი ჩანთა გაქვთ მეთქი. და ესე გამომხედა, რომ რაზე ლაპარაკობს საერთოდ, რა ჩანთა, ანუ იმ ქალს ისე ტკიოდა, რომ არც თავისი არაფერი არ აღელვებდა, გესმით? არც ფული, არც საჭმელი, არც სახლი. მისი შვილი სისხლის რიტუალში მიდიოდა და მისი შვილი მიდიოდა იქ, სადაც არ უნდოდა თვითონ ებრაელ ქალს და დედას, რომ თავისი შვილი იქ წასულიყო. და მე ხელი მოუკიდე და უთხარი, ვცდილობ ყურადღება სხვა რაღაცაზე გადაგატანინო მეთქი. მესმის, რასაც განიცდი თქო. და მე მიხვდა, რომ მის ტკივილს ვიღაცა ხედავდა. თავადვე არ არიან ბედნიერები საკუთარ მოცემულობაში, ამიტომ აუბედურებენ ყველას და ყველაფერს. და მოდით ებრაელებო, გეტყვით, აი მე გეტყვით, რომ არ ხართ ვალდებულები ადიდოთ ან დაემორჩილოთ ქვესკნელის და სისხლის მსმელ სულებს. და არც დაგაძალებთ, რომ ჩემი ღმერთი მიიღოთ ან ვინმეს ღმერთი მიიღოთ. უბრალოდ შეგიძლიათ, რომ თავის უფლები იყოთ, გესმით? მაგრამ ყველაფერი დაწყნარდება, ყველაფერი დამშვიდდება მერე. და ამისთვის მზად ხართ? რადგან თქვენსავე ცოდნებში, თქვენსავე ნაწერებში დიდი განხეთქილება ჩაგიდეს თავდაპირველმა მონარქმა, ებრაელმა პატრიარქებმა. და მოდი ებრაელო ქალებო, თქვენ მოგმართავთ. არ დაიღალეთ? მაგ დაზომბებული, გაშმაგებული, პირსისხლიანი ებრაელი კაცების მსახურებით, თქვენი შვილების გადაპროგრამებით. რადგან თითოეულს გჯეროდათ და გჯერათ იმის, რომ თქვენი სისხლია მთავარი, თქვენი სისხლია მნიშვნელოვანი, თქვენ ხართ ღმერთის რჩეული. კი, ხართ, მაგრამ რომელი ღმერთის? რომელი ღმერთის? სისხლის ღმერთის? კი, სისხლის ღმერთის რჩეულები ხართ. რომლებიც მშვიდობის ღმერთებს ანადგურებენ, მშვიდობისა და უმანკოებისა და ბავშვობისა და ქალობის, დედობის არს ანადგურებენ, საუკუნეებზე საუკუნეებია. და თან აზომბებენ ყველას და ალოცვინებენ, რომ უკუნითი უკუნისამდე ასე უნდა იყოს. და უკუნეთისკენ და უკუნეთისკენ მიყავთ მძის შვილები. და შიგნით თქვენს ნაწერებში ჩაგიდეს ახლა, რომ იაკობის თუ აბრაამის შვილები უფრო ისეთებია, ვინ უფრო წმინდა, აბა და ეხლა თქვენ შორის უნდა დაიწყოს განხეთქილება. იმასთან დაკავშირებით, ვინ უფრო წმინდა ებრაელია? არა, იმიტომ რომ ერთმა მეორეს უნდა შეაწმინდოს ხელები, მთელი ამ სისხლის ღრაზე. გესმით? განწირულები ხართ ერთი მხარეც და მეორე მხარეც, რადგან ხალხმა სიმართლე იცის, რადგან ნამდვილმა ჭეშმარიტმა გენმა
იცის და ვიცით, რომ ორივე იმ მთავარი მოთამაშის განშტოება ხართ. და ორივე სისხლი გწყურიათ. აწდა მარადის. მანამ სანამ მსხვერპლს არ გაიღებ და მსხვერპლი რა იქნება? საკუთარი წყურვილის მოკლა. და ვინც ვერ გაუმკლავდებით ამ ვამპირულ მოთხოვნილებებს, რა ვიცი, საკუთარი თავების შეწირვა იმ თქვენს ღმერთებისთვის. ჩვენი ღმერთი არ გთხოვთ თავის შეწირვას. მაგრამ ჩვენი ღმერთი კი არ გთხოვთ იცავს თავის შვილებს. უკვე. რადგან გაიღვიძა, აღარ ამოჯადოებული. ვერ დაინახა ჩემმა ღმერთმა და ჩვენმა ღმერთმა მშვიდობის ღმერთმა ვერ დაინახა. რა აშენეთ ასეთი, რა გააკეთეთ ასეთი წინაპართა ძვლებზე და წინაპართა სისხლით, რო ღირდეს და ღირებული იყოს? ვერაფერი. რადგან თქვენს არ გიღირთ ის ნივთები და ის ყველაფერი, რაც კი რამე ბრჭყვიალებს და ბზრიალებს და ზედკიდიათ, ან რაში ცხოვრობთ, არაფრად გიღირთ. უბედურები ხართ. და ბედნიერება თქვენობიდან იდევნება, რადგან გონიათ, რომ შეუძლებელია. შეუძლებელია, რადგან ქაოსისა და სიმახინჯისა და სისხლის ღურის ღმერთებთან ურთიერთობთ. თითოეულ ებრაელს, ვისაც თავის დაღწევა გინდათ მაგ ყველაფრიდან და მარტო ვერ ახერხებთ და ყოველთვის გჭირდებათ, რომ რაღაცა ნაწერი გამოიყენოთ, ან რაღაცა ხელშესახები ან თვალში ჩასახედი გამოიყენოთ, შეგიძლიათ ჩემს ლაივებს უყუროთ ხოლმე და ამ ძალას სწორი სიტყვა მინდა გამოვიყენო, რომ ენაზე არ ვიკბინო მერე. რადგან თქვენი სიახლოვე ჩემნაირებისთვის ტანჯვაა. და ადგილს ვერავის ვერ გაგიცვლით. აქ კარგია, აქ მშვიდობაა, აქ ბედნიერებაა, აქ ყველაფერია. უბრალოდ შეგიძლიათ მაგალითი ვიყო იმისა, რომ თქვენს გვერდზე მიცხოვრია, რომ თქვენს ადგილას მჯდარ ვარ, რომ თქვენი საკვები მიჭამია. მედია ბავშვები არ მიჭამია არასოდეს. თუმცა თქვენს ქორწილებში, თქვენს დღესასწაულებში ის ნაკურთხი მოწამლული რაღაცეები მიჭამია. განმიცდია ის სულები, რასაც თქვენს გარშემო ატრიალებთ. თქვენს ძალიან ბევრ თვალებში ჩამიხედავს, ფოტოგრაფი ვიყავი. და ვიცი, რაც გჭირთ. მაგრამ სადღაც სადმე თუ გაქვთ სულის ცინცხალი შემორჩენილი, ან გინდათ, რომ გქონდეთ, რადგან ვერ დათმობთ თქვენს ტანებს, ჯერ უტანადო მოცემულობის გენი ხართ, გვაჯები. მაგრამ ყველაფერი შესაძლებელია. რომ გადმოლამაზდეთ და არ ვამბობ, გამშვენიერდეთ და არ ვამბობ პლასტიკური ქირურგიის ხარჯზე. წმინდა სულ სასწაულების მოხდენა შეუძლია. რომ დაწყნარდება შენი გაბუშტული სხეული და გაბერილი ვენები და შეშუპებული სახე და გაცხოველებული მზერა, ჩამოიფერთხავ ყველაფერს, ჩამოიბანს სხეული და გახდები ჩვეულებრივი. ოღონდ იდგები შენ სიმაღლეზე.
მეტრა 47 თუ მეტრა 42 რამხელაც ხართ. აქ ვეღარ მოიმოქმედებთ ვერაფერს იმისთვის, რომ ნამდვილ გენს გაეჯიბრო, შეეჯიბრო. ის თავის ადგილზეა. შენს ადგილზე ხარ. მაგრამ სასულიერო ერთობისთვის და ერთსულოვნებისთვის რას იზამთ მაქსიმაღლიდან? ეს უკვე ფუნქციური იქნება. სათანადოდ ფუნქციური იქნება. რო არ ჩენ მოგიწიოს თითის წვერებზე დადგომა და არც ჩემს გენს მოგვიწიოს მუხლის ჩოქებზე ხოხიალი. საკმარისად ვიხოხიალეთ. თქვენს გამო. გაფრთხილდით. დიდი თვითგაწყვეტის კოდი გაქვთ ჩადებული. და მე უბრალოდ გაფრთხილებთ, რადგან ჩვენ სიმართლეს ვხედავთ და ვიცით, რომ არც იაკობი, არც ნოე და არც აბრაამი ჩვენ წინაპარი არ არის. ჩვენ წინაპარი ლევიტაციით თქვენი წარღვნა რომ მოხდა, ლევიტაციით აფრენილი იყო ჰაერში და ცაში და არ მოხვედრია და არ გადაუვლია არანაირ წარღვნას ჩვენს გენზე. და თქვენი შოუებით დაღლილია ყველა. ამერიკაც კი. პილისოსი, ფენი, რობოტი, სერნი, გასაგებია. გასაგებია. გასაგებია, რომ უბერავთ. რა ბუნებრივი კატაკლიზმაც მოგინდებათ, ყველაფერს უბერავთ. არ დაგავიწყდეთ. ვის გულში ჭახჭახებს მზე? ვის მუცელში მოძრაობს ოკეანე? და ვინს გონებაში იელვებს ნამდვილი ელვა? გიტოვებთ ამ ლაივს, მიყვარხართ ყველა დროებით და კარგად.